ვარ მარიამ მეიტანი 8 წლის. სწავლობ მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ტანვარჯიში და ხატვა. უკვე 3 წელია დავდივარ სპორტულ ტანვარჯიშზე. ტანვარჯიშზე იმიტომ შევედი, რომ მესწავლა რაღაცები, ილეთები. პატარაობაში YouTube-ში ნახე, რომ ვიღაცები აკეთებენ რაღაცებს და მეც მომინდა. პირველად რომ მივედი, ვისწავლე შპაგატი. ყველაზე ადვილია გვერდით ყირამალა. ყველაზე ძნელია უკან ყირამალა. ტანვარჯიშის ჩემი მასწავლებელია ნატო ბერძენიშვილი. ის არის კეთილი, თბილი და ყოველთვის მეხუტება. უკვე მქონდა 9 შეჯიბრება. ყველაზე კარგად ამომასურდა თბილისის შეჯიბრება. იმიტომ რომ აქ პირველი ადგილი. მონაწილეობდი საქართველოს ჩემპიონატშიც და მესამე ადგილი. ახლა მოგვწევს გეგმაში, რომ გავხდე საქართველოს ჩემპიონი. ერევანშიც ვიყავი და იქაც ავიღე პირველი ადგილი. მე მინდა გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი. ჩემი გეგმაა, რომ ტანვარჯიშზე ვიარო კიდევ 8 წელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მასწავლებელი ყავს თბილი, ახალგაზრდა, ყოველდღე გვხვდება კარგი კლასელები მყავს, ეზოშიც ჩავყავართ. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია მილენა ლომსანიძე. ყველაზე ცელქია საბა შენიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მელანო ანანიძე. ყველა ბავშვი ეხუტება, არის თბილი, ლამაზად გვეუბნება დავალებებს და არ გვიყვირის. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხატვა. ხატვა ვისწავლე ჩემით და ძალიან კარგად გამომდის. ყველაზე ხშირად ხატავ თვალებს, გოგონებს, კაბებს, ქუსლიანებს. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ შავი არის ყველაზე ცუდი ფერი და შავ ფურზელზე არ ჩანს. სკოლაში მინდა მოვაწყო ჩემი ნახატების გამოფენა. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ჩემ კლასელებს, დეიდას, ნათლიებს, ჩემ მეგობრებს, ბაღელებს და ჩემი სკოლის დირექტორს. ერთხელ გავყიდე ჩემი ნახატი. მე-4 კლასს მივეცი უფაზოდ. ის ნახატები მინდა გავყიდო 5 ლარად. ფული როცა მაქვს, ძირითადად ვხარჯავ ტკბილეულობაში. ჩემი საყვარელი ტკბილეული არის მარწყვის ნაყინი. საყვარელი საჭმელია სპაგეტი. მე ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი გავაკეთე ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო კვერცხიანი პური. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი რაპუნცელი. მე იმიტომ გადავიფიქრე, რომ არ მქონა გრძელი თმა. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო, ბიძია, ძაღლი და კატა. მინდა მაყავდეს ერთი და. მამიკო არის ცელქი, კეთილი, სიმპათიური და თბილი. დედიკო არის თბილი, კეთილი, ზრუნველი და ლამაზი. ჩემი საყვარელი მულტფილმია კონკია. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემთვის გავჩენდი ლექვს. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში და თბილისში. ჩემი ოცნების საჩუქარია მრგვალ კამერიანი ტელეფონი. ყვავილებიდან მე ვგავარ გვირილას. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. მარიამი რო არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე მამამ დამარქვა მარიამი და ძალიან მომწონს. მაგრამ მარიამი რო არ მერქვას, მერქმეოდა ევა. შემდეგ მონაწილეს ვუტყუებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი ადამიანი არის მომღერალი ურსა. ბედნიერება არის, რომ ყავს ლეკვი, თბილი დედა, კნუტი, კატა და ბებო რომ ყავს თბილი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.